დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესები საგვარეულო. აქციაზე ბევრმა ადამიანმა დაკარგა. შემდეგ მოხდა ჩემი გაშიშვლება, წრეების დარტყმა, ორი ბუქნის გაკეთება. თავში მოხდა მანდარინი, მშვიდობიანი მსვლელობა იყო. სალებში მიყურე. კუკალკა იძიდა ხვიო, დროშა წამართოს და მითხრეს, რომ გაირჭეო ექტარიო ტრაქშიო. ხო, სამწუხაროდ ჩვენს შეგვახო მსგავსი რეპრესიები. ეს გონია რომ თავისებურ შედეგს გამოიღებს. არ ვიცი, რა ვთქვა, არ ვიცი. აქ თან ძიმე მდგომარეობა არის. მით უმეტეს რომ რავი არავინ არ ელოდა, ანუ როგორ არ ელოდა, ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ არ ვიცი რა ვილაპარაკო. თუნდა ლუდი დავლია და ჩემს ეს პრობლემა სირცხვილია, როგორც ქალი რა ლუდი დავლია. მე და ჩემს მეგობარს ანას დაგვესხნენ თავს. კერძე დამაჭირა სპეციალურად ხელი, რომ მეგრძნოთ კივილი და გამოვეყვანე. არ ვიცი რა ვთქვა, ქვაკცადით პუნქტი ერთ-ერთი აბსკურს. უბრალოდ აი საერთოდ მოინტერესებს აცილია თუ ფუიას გამარჯვება და არც ბარსელონას გამარჯვება როცა დღეს ჩემო ქვეყანა და ჩემო ხალხმა სამარცხვიოდ და უსამართლოდ წააგო დღეს ჩემი ხალხი 50 ლარზე და კარტოფილზე გაიყიდა. ჩვენ გვიწევს პრინციპში სახელმწიფო შენარჩუნება. შევიკრიბე ზუსტად 4 ადამიანი ვარ ჯერჯერობ. იგი არის ხატება რეჟიმის, რომელიც საკუთარ პრინციპს ივიწყებს იმისთვის, რომ საკუთარი სკამები და როგორც იტყოდა იჩქერიის მეხუთე პრეზიდენტი აბდულხალიმ სადულაევი, ხვალ 7 საათი პარლამენტის წინ გელოდებით ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ ხალხო. აღარ არის შვიდი პროტესტის დრო. დღეს ყველა პოლიტიკოსი უნდა გადაიქცეს რევოლუციონერად. ლაპარაკობთ ის რომ ეს კი ანუ პირდაპირ ეთერში რამდენჯერ გამოვჩნდით და პეპიეჩება რამდენჯერ გამაზასკო. ეს არა რაღაც რეალური საოკუპაციო ხაზი, ეს ხალხი ეხლა რეალურად იარაღით ხელში უნდა იდგეს და რეალურ საოკუპაციო ხაზს რუსებისგან უნდა იცავდეს და ზოგჯერ შოქში ვარდები რომ ვუყურებ დილით როგორ მიკაკუნებთ ხოლმე გამომრაჭლებით წიგნებით ხელში აუდიტორები. ჩვენ მომავალ ექიმებს გვიჭრიან ჰიპოკრატეს ფიცამ და მისასვლელ ყველა გზას. რომ ყველა ერთად უნდა გავიფიცოთ, მთელი ქვეყანა ერთად უნდა დავდგეთ და გავარ მყარად აქციაზე, იმიტომ რომ მაშინ უნდა ვიომოთ, მაშინ უნდა გავუბრალდეთ, ავჯახდეთ და ნებისმიერი ფორმით დავიცვათ ეს ქვეყანა. აუნაიომო რა, შენ რა გაგნაომო. შენაირები თვითი გაიქცევები. აი ეგეთი მებრძოლი ხარ, ეს გადამოუჭა, შენ. ჩემი მოთხოვნა აი ეს ახლა გაიწიოს და გაგვატარონ. რა ხდება რა არის ამ შუაღამეზე რაცო ან დაცინება არ გინდა თან უფრო ხალხო დროზე უნდა გავაკდოთ ქართული ოცნება. გამოდით ყველა. ჩვენი ერთ-ერთი ჩემი ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი დიდი გულის ტკივილი და წუხილი არის ის რომ ჩემი ხმა არ ისმის. ლავე ოფერზე. გასწორა, საიში ხარ ეხლა. კი არა. შენი დედა შევეცი, შენი. არჩევნებს აღარ ვითხოვთ, ქართულს უნდა წავიდეს უბრალოდ, იმიტომ რომ რეჟიმი როგორც არის ქართული ოცნება, უბრალოდ არანაირი უფლება არ უნდა ქონდეს, რომ პოლიტიკურ ველზე იარსებოს. ვერასთან ვაკის გადაკეტვა არის ყველა კარენული ვაკელის ოცნება და შესაბამისად მოწუწუნე ყველა არის ბოგანოს სოფლელი. და საერთოდ თავი გამანებე, გაიგე? შენ აგავშე. არ შემიძლია მართლა ემოციით ამარო, რომ რუსი მონები წინაშეც გავარ. ყველაზე მნიშვნელოვანია თავის რეჟიმს წვეებს ძის უსული რეჟიმი. გვახსოვდეს ძალთუნდების ერთობაშია ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. ეს არის გაზნაურებული მდაბიო, რომელმაც რაღაც საშუალება მიეცა და აღისი აღეშინია ამისი. აღს ჯაიმის მეშინია.
არის სოლიდარობა და ემპათია. ამ ორი რამის გარშე არაფერი არ გამოგივადა. რაც უნდათ ის უკრიათ, მაგრამ ქართველი ხალხი არ დავნევდება. Добрый вечер. ჩვენ ვართ ახლა ლოლიტაში. ძალიან მშიოდა და ველოდებით აკროშკას, ვინეგრეტს და შუბას. იქიშვილის გამზირი, ყვია გაზი რასვლა. უშენოდ ვეღარ გვარბევენ, გედედე გვიღობავს გზას. აი პარლამენტის შენობასთან ნახეთ ვის შევხვდი ლაზარეს. გამისუფლება ზურაბ ჯაფარიძე. გამისუფლება გიორგი ბაჩიაშვილი. სიმართლისთვის ფოლომდე. ხარაკებს გაიკეთეთ თავისთვის, იმიტომ რომ კატამ თხარაო, თაგვი ამოთხარო. ნახეთ, კაცია გამოაჩიეს მანდატურებმა, პირდაპირ მნიშვნელობით გამოაჩიეს სადახიდან. გამარჯვება არ ვიცი რაღაც საბჭოთა კავშირის სლენგები რაღაც ეგეთი არ გავიზარდეთ რავი Cartoon Network-ზე და გავიზარდეთ Hannah Montana-ზე და ანუ მე ვიცი რომ სისულელე შედარებაა, მაგრამ რუსული კანონის გარდა ქართული ოცნების კიდევ რა შეცდომები გახსენდებათ? პირველ რიგში რომ არ უყურებენ მულტფილმებს, ეგ აშკარა პრობლემა არის, იმიტომ რომ მულტფილმებზე, ნარუტოზე, ბეტმენზე, კომიქსებზე ან რაღაც ფილმებზე გაზრდები რო იყვნენ, ალბათ სხვა წარმოდგენები ექნება თემაზე რა არის სწორი. მოეგება რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წადეს და არ გვინდა რომ ბორშის საჭმელად თუმნებით ვიფრინოთ რუსეთში მარტივად. ჯაბადა ევროპული ცივილიზაცია, შენი თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ავიდა იმ დონეზე, რომ ავიდა ცივილიზაციამდე. იმიტომ რომ მე ვარ ზარათუსტრა. ჩვენი თავის გამოხატვა რომ შეგვიძლია ის საფრთხე არის ახლა რომ აღარ შეგვეძლოს ეს. ხან ისეთი ვიქნები, შემიძლია მოგეფერო კიდეც. როგორ გინდა? აი როგორ მოგესიამოვნება, მოგეკცე? აი როგორ? ოღონდაც თავში არ ჩამარტყა და ვინ თემაზე ერთი შემოხაზეთ, ყველას შევაგროვებდით. ერთ თით გენძა დავსავდით და ჩაგზავნით სხვაში. იმუშაო და არ გაჩერდეთ. არ წავსულვართ, ჩვენ კიდევ მზად ვართ მიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. რა გეგმა გაქვთ ამ საღამოს ნასაპირებ? ჩვენ როგორც გვეტყვიან, ისე გავაკეთებთ. ჩემ თავი სათქმელი არის ის, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, უნდა რა თქმა უნდა თავისუფლება რეჟიმის პატივებს და ყველა პოლიციელი და ის ეს ამოჭრებით. კი ბატონო, არავშავს ზოგი ნერვიულობს კამერის წინ, არავშავს მოდი. რანაირი ხალხი დგას, ეს ჩვენ ვიცით, ვინც დავდივართ. ვისაც ამ ქვეყანაში რამე შეუქმნია, ხო, აი ძალიან დიდი ნაწილი იქ დგას, განათლებული, წარმატებული, პროგრესულად მოაზროვნე. იქ ისწავლი ბევრ რაღაცას მართლა, აი ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი არ გამოგვივიდა და აღვნიშნეთ მე 100 დღე და ესე აღვნიშნოთ მე 500 და მე 1000 დღესაც და